ეხა ეს ვიღაცა ჯამდელიანის ვიდეო მინდა გავუშვა, ხო? აღარ ისვენებენ რა, იმასთან დაკავშირებით, აი ამასთან დაკავშირებით რა. ახალი, ესე ვთქვათ, პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, ესე იგი გაგიჟებული რაღა თქვა აღარ იციან. აი წარმოიდგინეთ, ეხა რას იძახის ეს კაცი, რომელიც სინოდში ჩედის, მეგონი და სხვათა შორის გავიგე, მოვიკითხე ინფორმაცია. და საერთოდ მეუფეებს, ეპისკოპოსებს ცოლები არ უნდა ყავდეთ ესეთია და ამას ცოლი წავს, ყოლია თურმე რა. აი რას წერს ეხა ნახეთ რა, ნახეთ რას წერს რა. რადგან მეკითხებით, მე მინდა ახლა ძალიან მნიშვნელოვანი განცხადება გავაკეთო და სიცხადე შემოვიტანო უბრალოდ ამ ყველაფერში. ესე იგი, სანამ ეს მოვლენები ესე განვითარდებოდა და სამწუხაროდ ღვთივ განისვენა ჩვენმა დიდმა პატრიარქმა, მისმა უწმინდესობამ და უნეტარესობამ, 2 თვის წინ მიტროპოლიტმა იობმა თავის რეზიდენციაში, სადაც იყო ეს დოკუმენტები, საქაღალდეები, მათ შორის იდო დიპლომი. ეს არის დიპლომი ცხეთის სემინარიისა, რომელიც მან დაამთავრა 1988 წელს და ესე იგი, როდესაც იქნა მოთხოვნილი, რომ ეს საბუთები წარმოედგინა მას სინოდის ხდომაზე, აი ახლა კანდიდატების გამორჩევის დღეს, ფაქტიურად გაურკვეველ ვითარებაში რეზიდენციიდან, საეპისკოპოსო რეზიდენციიდან დაიკარგა დიპლომი. აი წარმოიდგინეთ და ნუ არ ვიცი, ახლა ხელს ვერავისკენ ვერ გავიშვერთ, მაგრამ სადაც იდო ნუ ფაქტიურად რეზიდენციაში ეს დიპლომი აღარ არის. ნუ ალბათ დიდი ალბათობით ეს არის, რა ვიცი, მოპარული და რას ლაპარაკობს? წარმოიდგინეთ რა. რა დიპლომი მოიპა? მეუფეშიო მოპარა დიპლომი მეუფეიო? თუ რას ლაპარაკობთ ვერ გავიგე რა. ან თუ დიპლომი აქვს, რა შვეშია რომც არ იყოს ეხა ფიზიკურად დიპლომი, ხო აქ გაუშვით კომენტარს რას უწერენ რა. თუ დამთავრებული აქვს ისა რა ქვია, აგერ უწერენ კიდევ, არაფერი არ უნდა მაგის აღდგენას, მაგ დიპლომის აღდგენას, ჯერ ეს ერთი. და მეორე ერთი, რადრო აი 20 ამდენი ხნის განმავლობაში ეს მიდის და ეხა გაიგეთ, რომ დიპლომი არ არის? რამდენი ხნის განმავლობაში პატრიარქი რამდენი ხნის გარდაცვლილია? და დღეს გამოდიხარ და იძახი, რომ მეუფე იობის დიპლომი მოპარულია? აი, ყველანაირად რო ცდილობენ, რომ აი ოღონდ მეუფეშიო არ გახდეს პატრიარქი და რასაც უნდა იმას აკეთებენ რა. აი რო რასაც უნდათ იმას იტყვია, ხო თქვით, რომ თილ საზოგადოება ხო შევთანხმდით, რომ არ ვაკეთებთ განცხადებებს ამასთან დაკავშირებით. მაინც გამოდიან საჯარო ეთერებში და მაინც ლაპარაკობენ რაღაცეებს რა. აი ხა ნახეთ, ერთი დევს კიდე პატრიარქის და იობის სურათს, რომ აი ორი უდიდესი ადამიანი ღუდუშაურის გვარიდან უწმინდესი და მეუფე იობი. რატო დებთ ამ სურათს? ამ სურათს რატო დებთ? აი ეს დადევით. ეს დადევით ყველგან რა. რაც პატრიარქმა დაიბარა და დაწერა 90 წლის ასაკში. აი ეს დადევით რა. ძლივს რო დაწერა. რა შუაშია ეხა მეუფე იობთან პატრიარქის ერთი სურათის დადება. ვინმეს გონიათ რომ მოატყუებთ, თაბრუს დაახვევთ, თუ რას გააკეთებთ? არ ვიცი, ეს კიდე ეს არმაცი კაცი ნახეთ, ეხა რეებს იძახის რა. არ ვიცოდი. აი მაგალითად უნდა რომ საქართველოს ეკლესიას კონდეს ავტორიტეტი ხალხში. თუ დაიმსხვრეს ეს ავტორიტეტი. ასეთი ეკლესიის ავტორიტეტი ღმერთს არ უნდა. ეკლესია იყოს ასეთი, როგორიც არის ის მოსაყდრის და ჯაღმაიძეს ხელში. აი ასეთ ეკლესიას რა ავტორიტეტი კონდეს და მას ხალხი უსმენდეს, ეს ღმერთს არ უნდა. პირიქით კი, რომ ამათ ხალხმა რო არ მოусმინო. ეს უნდა ღმერთს, იმიტომ რომ ღმერთი ითხოვს ხალხისგან ჭეშმარიტების მსახურებას და არა რაღაცა პიროვნების ან რაღაცა კედლების მსახურებას. ამიტომ მე ვფიქრობ, რომ საქართველოს ეკლესია, როდესაც როგორც კი, რა ვიცი, ერთმან უკრას, მაგრამ მაგას ეს უბრალოდ ჩემი
სურვილია, თორე როგორც ჩანს კაპატრიარქ ხდება და აქ დაიხურება ეკლესიის საერთო ნდობა ხალხისგან. ამან იცის ღმერთს რა უნდა და რა არ უნდა. ეგ არის ყველაზე მაგარი რა. კომენტარები ვნახოთ თუ შეიძლება რა. ღმერთს როდის ელაპარაკაო ესო. იცის კაცმა რა უნდა ღმერთსო რა. აბა შენაირების ხელში უფალი ეკლესიას არ ჩააგდებს და სწორი კომენტარიც არის რა. ვაიცი, მოკლედ ყველაფერს აკეთებენ იმისთვის, რომ რაღაცა ხელწამოსაღების გამოსაკიდი ნახონ, რომ ეს არ შესრულდეს, ეს რო არ შესრულდეს რა. და როგორ იწვავენ თავებს რა თვითონ რა, როგორ ლუსტრირდება ყველა რა. ეს წერილი ილუსტრაციას უკეთებს სულ ყველას რა. არ არსებობს აქ სხვა არგუმენტი არ არსებობს. არის მოხუცებული პატრიარქის ძლივს დაწერილი წერილი, რომლის შესახებაც არავინ არ იცოდა, არც მეუფეშიომ არ იცოდა და არავინ არ იცოდა. აი ეს ამას ვერავინ ვერ გაექცევით. და ვინც დაიწყებს აქედან გაქცევას, თავს წაუსვევს ძალიან დიდ ტალახს. რაც არ უნდა მოკიბოთ, რაც არ უნდა დიპლომები კარგოთ, თუ არ კარგოთ, თუ რაღაცეები იძახოთ რა. ეს არის ცენტრალური ამბავი. ეს არის პატრიარქის ამბავი, რომელიც აუცილებლად შესრულდება. ჩვენც, როგორც საზოგადოების წევრები, პასუხისგებლები ვართ ამის შესრულებაში. არა მარტო როგორც ეკლესიის წარმომადგენლები. იმიტომ რომ ეკლესიის წარმომადგენლებიც საბოლოო ჯამში არიან ერის წარმომადგენლები. საზოგადოების წარმომადგენლები. აქ უმნიშვნელოვანესი არის პატრიარქის დანაბარების შესრულება. და ისეთი დანაბარების, რომელიც ძლივს დაწერა ავადმყოფმა ადამიანმა. ხან აქეთ გამოიამდებიან, ხან იმას იტყვიან, ხან იტყვიან, რომ პატრიარქის აღრუდის სკამი უნდა გაუქმდეს, ხან ამას იტყვიან, მოკლედ ყველაფერს აკეთებენ, რომ ეს არ შეასრულონ. არა და შეასრულეთ და მორჩით და გაათავეთ რა. ერთსულოვნად. როგორც პატრიარქს უყვარდა რა. თუ არა მაინც შესრულდება. აი ის 20 კაცი მაინც ხო არის, რომელიც დავინახეთ პირდაპირ, რომ ერთგულად ემსახურება პატრიარქის ამ დანაბარებს. ხო არის ის 20 კაცი.